ვიცი რომ ჩემგან ძალიან გაგიკვირდებათ, რასაც ახლა გეტყვით. რადგან მე ყოველთვის ვიყავი წინააღმდეგი, რადგან პრინციპში უფრო რაღაცა შიშების გამო თან პლუს ამას სულ ამბობდი რომ საკუთარი თავის მართვა ისედაც შემიძლია, ამიტომ არ გავიკეთებ და ასე შემდეგ. მაგრამ დღეს არ ვიცი რა დამემართა. დედა ჩემს ვეუბნები, რომ დედა მე უკვე უნდა დავიწყო ფულის მოგროვება. მეკითხება რისთვის? უკაცრავად. უნდა გავიკეთო ბარიატრია თქო. გჯერათ ეხა მე ამას რომ ამბობ. აბა დამირეკეს. რო გითხრათ რომ მე თვითონაც ჯერა რასაც გეუბნებით ძალიან მოგატყუებთ, იმიტომ რომ მე ადამიანი რომელიც ასეთი წინააღმდეგი ვიყავი და უცებ ვარ ეხვებ რომ დედა მე ბარიატრია უნდა გავიკეთო და ამისათვის უნდა დავიწყო მზადება. ცოტა გასაკვირია რა თქმა უნდა. და ჩემის რეაქცია იყო ძალიან კრიტიკული. ძალიან წინააღმდეგია დედა, რადგან ზოგადად ძალიან ბევრი გართულებები მოყოლია, გაგვიგია. ჩემს ახლობელსაც ქონდა ძალიან მძიმე პერიოდი, სხვათა შორის ბარიატრია რო გაიკეთა. ძალიან მალე ნაღვლის ამოჭრა დაჭირდა. და ანუ ზოგადად ძალიან ბევრის გამსმენია, რომ რაღაცა მე სხვადასხვა ორგანოებს ექნებათ პრობლემები და ასე შემდეგ. მაქვს შიშები და ამას ვერანაირად ვერ გავექცევი. პლუს ამას არაჩვეულებრივი კლება მქონდა კალორიულ დეფიციტით და ძალიან კარგად ვართმევდი თავს, თქვენ იცით. თუმცა ახლა 5 კილოზე მეტი მაქვს მომატებული, რაც აღარ ვიცავ და პირდაპირ კეთო ძალიან დიდ სტრესში და ძალიან დიდ განცდებში ვარ ჩავარდნილი ამის გამო. საკუთარ თავს ვეღარ ვუყურებ სარკეში, აღარ მომწონს არაფერი ჩაცმული, რასაც ვიცვამდი ისიც უკან შევალაგე, იმიტომ რომ პლუს 5 კილოზე აღარ მერგება ის სამოსი, ძალიან დავისტრესე და მოკლედ. რატომ ვეღარ ვიცავ კალორიულ დეფიციტს? იმიტომ ვეღარ ვიცავ, რომ რაღაცნაირი სტრესული გარემო მქონდა. სამსახურში რაღაცების გადალაგება, გადაწყობა და ასე შემდეგ. და რატომღაც გაუცნობიერებლად დავიწყე უკონტროლო კვება, რასაც ვერ ვაკონტროლებ და არ ვაკონტროლებ. ხოლმე ექნა გადაგიკეტოს რომ დაიწყო და გადაკეტილიც მაქვს და გადმოკეტილიც მაქვს, უბრალოდ რაღაცნაირად არ ვიცი, ახლა სტრესული გარემოა და შესაბამისად ტვინი ამით იწყნარებს თავს, არ ვიცი. არ მინდა ყველაფერი ხა იმ ყველაფერს დავაბრალო, ფაქტია რომ კვება მიყვარს ხა მაგას რა თქმა უნდა. და პლუს ამას მხოლოდ კვება მიყვარს არ არის, ძალიან ბევრი ნიუანსია, რაც ადამიანებს გვაქვს. ხან ვსაუბრობთ ამაზე, ხან არ ვსაუბრობთ, ხან არც ესმით ამაზე რომ ვსაუბრობთ და რაღაცნაირად იციან ხოლმე რომ მიაწერენ რომ კარგია თუ რაღაც არ ვიცი. მეორე საკითხი არის ის რომ საკმაოდ ძვირიჭდება ბარიატრია, არ ვიცი რა დაფინანსდება თუ რა არ დაფინანსდება თუ როგორ არის ეგენი დეტალები სიმართლე გითხრათ მე არ ვიცი საერთოდ, იმიტომ რომ არასოდეს დავინტერესებული ვარ რომ გამერკვია და არ ვიცი. ვიცი რომ საკმაოდ ძვირიჭდება ეგ ერთი რაღაცა წინ ჯერ ანალიზები, მე ანალიზების მერე კიდევ ვიზიტები და ნუ მოკლედ. ძალიან დავიღალე, ძალიან დამღალა ამ ჭიდაობა, აი არ ვიცი რატო დღეს და რატო არა გუშინა, რატო არა მასზე და რატო დღეს. დღეს გავიღვიძე ამ განწყობაზე, რომ
უკვე ვეღარ ვუძლებ ამ წონის ნერვიულობას და აღარ მინდა არის დეფიციტი, არაფერი უნდა ერთხელ და სამუდამოდ დავასრულო ეს ყველაფერი. ჩვენ ვიცით რა თქმა უნდა, რომ ამასაც მე ხელშეწყობა უნდა და კუჭი ისე ვიწელება და ეს ჩვეულებრივი ამბავია. სხვადასხვა ჩემს მეზობელ გოგონას დაემართა, ახლა საკმაოდ დიდ წონას ატარებს იმასთან შედარებით, რაც დაიკლო. ძალიან მალე აკრიფა წონა, არ ვიცი რატო ასე მალე, თუმცა ნუ მოკლედ. უკვე ძალიან აომივიდა ყელში. ძალიან ცუდად გრძნობ თავს, ვერაფერს ვიხდენ, ძალიან დეპრესიაში ვარ, საკეს შეხედვა აღარ მინდა, იმიტომ რომ შეგრძნება მაქვს, რომ საკუთარ თავს ვუღალატეთქო რაღაცნაირად, იმიტომ რომ ძლივ ჩამოსული წონა, ის მომენტი, რომ ძალიან მიხარო და სარკეში ჩახედვა, ძალიან მომწონდა ჩემი თავი, ერთხელ აღმოაჩინე, რომ აღარ მომწონს იმ ტყავში და იმ ყველაფერში, რაც მაქვს ახლა და ძალიან მაღიზიანებს ეს ყველაფერი, აღარ მინდა არსად გასვლა, არავისთან კომუნიკაცია აღარ მინდა, თითქოს ჩემთვის მინდა ვიყო. ვინმე იტყვით ახლა რომ 5 კილო არაფერია და უცებ დააგდებ თუ რაღაც, მაგრამ 5 კილო ძალიან ბევრი შრომა უნდა. მე არ ვამბობ, რომ ბარიატრია არის მარტივი გზა, ძალიან რთული გზა, თუმცა რაღაცნაირად ძალიან დამღალა ამ ჭიდაობამ, პირდაპირ ვთქვათ რა. ძალიან დამღალა. არ ვიცი, რამდენად აკეთებენ ვთქვათ შედარებით დაბალ წონაზე ამ ოპერაციას, ალბათ აკეთებენ, სავარაუდოდ ვერ გეტყვით. იქაც გასარკვევია და ბუნებრივია ალბათ სავარაუდოდ გაკეთდება ამაზეც. თუმცა მე მახსოვს, აი ძალიან ადრე, როცა ექიმს ვუთხარი, რომ მინდოდა, მითხრა, რომ ანუ არ გაქვს ესეთი წონა, რასაც ვერ მოერეო და რაში გჭირდებაო. და მოვერიე. ახლა არ ვიცი რა ხდება ჩემში და რატომ აქვს ტვინი ეს ამოყირავებული. რაღაცა სტიმული მაქვს დაკარგული, არაფრის ხალისი აღარ მაქვს საერთოდ. სარკეში ვიხედები ის გოგო მენატრება, რომელიც იყო დაახლოებით 2 თვის წინ. ნებისმიერი რაც არ უნდა დაიცვა კალორიული თუ რაც არ უნდა გააკეთო, რაღაც პერიოდის მერე როცა თავს ანებებ და იწყება, მით უფრო უკონტროლო კვება რო იწყება, თავისთავად იმატებ და ეგ ჩვენ ძალიან კარგად ვიცით. მე ახლა რომ დავიწყო კალორიულ დეფიციტი, რა თქმა უნდა დავიკლებ და იმაზე მეცაც დავიკლებ, რაც მოვიმატე და ბუნებრივია. მაგრამ რაღაცერად დავიღალე თქო ვიწახი, აი დავიღალე ჭიდაობით. დღეს და ჩემს ეგ ვთხარი, რომ ჭიდაობით დავიღალე თქო ძალიან, რომ რაღაცნაირად არ ვიცი. მივიღებ ჩევებს. თუნდაც თქვენ ძალიან ბევრ თბილ სიტყვას, რასაც ჩემთვის მეტყვით ხოლმე, სტიმული გქონდეს ისევ ალბათ, არ ვიცი. ყოველ შემთხვევაში ახლა არანაირი სტიმული არ მაქვს. და ძალიან წინააღმდეგი, აი რა მითხარიო, ეხლა ახალი სანერვულო გამიჩნიაო. აი ყველაფერი შეგიძლიაო, ხო იცი რომ შეგიძლიაო, ვიცი.
ახლა ვიცი. მაგრამ მე ისიც ვიცი, რომ შეიძლება +5 და 10 კილოც მქონდეს უცებ მომატებული რაღაცა პერიოდის მერე და ისევ ამ სტრესში ჩავარდე და ამ განცდებში ჩავარდე. ძალიან მადლობელი ვარ საკუთარი თავის იმ პერიოდის გამო, როგორ ვიცავდი, როგორი მონდომებით სხვისთვის ვიყავი ძალიან დიდი სტიმული და შეგრძნება მაქვს, რომ იმ ადამიანებს უღალატ ეთქო. იმიტომ რომ მე ადამიანი, რომელიც სხვისთვის ვიყავი მაგალითი და რაღაცნაირად სხვა ადამიანები იყვნენ ჩემზე დამოკიდებულები, რას გავაკეთებდი, როგორ დავაკვალიანებდი, ახლა თითქოს სტიმული მე მჭირდება და მე მჭირდება სხვისი გვერდში დგომა, თითქოს ეგეთი შეგრძნება მაქვს. ვინც არ იცის რას ნიშნავს უკონტროლოება, ვინც არ იცის რას ნიშნავს სარკეში საკუთარი თავის ვეღარ აღქმა, ის ვერ მიხვდება ემოციებს, რა ემოციებიც მაქვს. ანუ ვერანაირად ვერ მიხვდება. გამიზიარეთ თქვენი გამოცდილება, თქვენი ვერსიები, თქვენი იდეები. ნუ მეტყვით პური ამოიღეთ, კბილი ამოიღეთ, თქვენ იცით რომ მე ძალიან კარგად ვიცი რა უნდა ამოვიღო და რა არ უნდა ამოვიღო, რითი უნდა დავიკლო. უბრალოდ მირჩიეთ თუნდაც ბარიატრიის გზები, თუნდაც არ ვიცი. დღეს ასე ვფიქრობ და დღეს ასე გავიღვიძე. მაგრამ არ ვიცი როგორ გავიღვიძებ ხვალ. დილამშვიდობის მეგობრებო. მოგესალმებით, ალბათ იცანით. ჩვენი სახლი, მე ისევ სახლში ვარ. ისევ ბრძოლაში ვირუსთან, სახსრების ტკივილით და ყველაფრით. ახლა ვდექი რომ ოდნავ გავიზრე. იმიტომ რომ ძირითადად ვარ წოლის რეჟიმზე გადასული. და სიმართლე გითხრათ ყველაფერი მტკივა წოლით. მეტყვით რომ სიარული უმჯობესია, მაგრამ ვერ დავდივარ. მეჭირს ძალიან. ახლა ვისვამავ სიცხეს, ვნახოთ რამდენი მეკნება. თუ დღეს კარგად ვიქნები, დილა ცოტა ისე მქონდა. ეს რაღაც ხრინწი, ეს ბოლო დღეა დამეწყო. დავლიო ტყა. არ წყავას აქვს გემო, სიმართლე გითხრათ. რომ წერთ შესალოცი ხარ გაციებაზე 200 ელოდებით. სიკვდი შემილოცეთ. შემილოცეთ მეგობრებო. როგორ შეგიძლიათ ვირტუალურად. გუში დაიწყო. უკაცრავად. პრაიმ ჰაუსი. აი რა გითხრათ ხალხო, მე მაპატიეთ რა. ხაცა მონაკვეთს უყურე. სიცხეს ვიზომავდი და
ეს როსაც შედიხარ ეს ერთი გონია რო ცოტა სიფერადი აკლია ნუ გასაგებეჯერ ახლა დაიწყო მაგრამ ტიპაჟების კუთხით ვიცი ბევრი არც უყურებთ ეს ხვილის ატეხვა რა არის ხელი არა გოგოებო მე დამშოკარა ყველაფერზე გაკვირვება ვაიმე რა გადატენილია მაცი ვაიმე და ვაიმე ესეც გვაქვს თურისი როგორც დათონა იტყვის ხოლმე ესეც მაქვს ანუ სრული შოკი სადაც შეგიძლია მამაკაცმა გოგონას უთხრაშეთა ანუ მოკეტე იქ მგონია რომ შენი კაცობის რაღაცა ჩამოქვეითება იწყება მესმის კაი ინტრიგა შეაგდო მაგრამ ვერანაირი შოუ ჩემთვის გამართლებული ქალის შეურაცხყოფაზე ვერ იქნება ვერანაირად ძალიან უხალისო იყო სიმართლე რო გითხრათ ვინც უყურეთ რა ძალიან უხალისო ის სახლი ბევრად შეუდა ადრე რო გქონდათ ხო ის რაღაცა ანუღი რაღაცა ფეიერვერკი უფრო მეგონა იქნებოდა რომ გავიგე იწყებაო ეს ფეიერვერკი ახლა ბუშკები რო ხო იცი ეგ იყო რა ძალიან ბევრი შეურაცხყოფები იქნება ქალზე და ძალიან ბევრი რაღაცებით აეგება პროექტი სიყვარულო იქიდან მოდის კამი მიდგას აქ სიყვარულო აი მე დედად მოიცეთ აი მე ხო ქალი ვარ და შათაფრო ეთქვა ვინმეს ეგრე ხო რაც ხელში მეკავებოდა იმას ვთავაზებდი აი ეს ცხელს თუკიდა გავეკეთე პროექტი მაგრამ ხო ეგ მე ის არის ფულადი ის არის ავარაუდოთ რა თემები საკვებს ვერ ვიღებ ეს დღეები გოგოებო ამიტომ ცირთან მშავე რაღაცები მსიავნებს რაც არ არის კარგი ყელისთვის ყველისთვის მაგრამ ვიცი ცუდად გაშტატე მაგრამ სხვანაირად ვერ დავდება და ოდნავ გაიწიე ჩემ თავს გაფიცებ არ გადმოგდო არაფერი კი უკვე გამდის ეს ყველაფერი მაგრამ აი ეს დარჩენილი რაც მაგ შაბათს მარიკო არის დაბადების დღეზე დაპატიჟებული ჩვენი უბნელის რომელიც ხდება 3 წლის მარიკოს ერთი წლით პატარაა ხო და დღეს ნახოთ როგორ იქნება ბატონო ეგ ხო ვიცი ბურთებით არის და შეიძლება იქ სპორტიც იყოს და იცი გასარდობიც არის ყველაფერი არის და ბურთებით არის არ მოხვიდი ახლა ბურთებით არის და უნდა მიულოცო დაბადების დღე და საჩუქარი უნდა ვაჩუქო ახლა და ზუსტად საჩუქარზე ვამბობდი
ზუსტად არ ვიცი. ივლისიც მე დაბადების დღე მქონდა. სავარაუდოდ ბიბლუსში გავივლი, იმიტომ რომ მე ძალიან მიყვარს ეს ბიბლუსი თავის გამავითარებელი. და იმასაც დაბადების დღეა ივლისი. წერტილზე მეტროდან ამოდიხარ თუ რა მაკდონალდსი რო აი გიხდიან. კარგი ის არის რომ ორზე გვიანი წყება და შევძლებ გამოცინებას, მაგრამ მაინც სიაძრე მეღვიძება რაზე. კლეთ არ ვიცი, მინდა ძალიან რომ წავიყვანო და იმედი მაქვს რომ ყველაფერი კარგად იქნება. ახლა დავფიქრობ რომ ბიბლოში შევარჩევ საჩუქარს. მიყვარს რა ეს რაღაცები, ფანქრები და სახატავები და რაღაცა ისეთი რაღაცები. ერთ მომეწონება იმას ვაჩუქებ პატარა 1 წლის. 1 წლის არ არის, 3 ხდება სიყვარული. 3 რო ხდება, მე ვაჩუქებ ძალიან მოეწონება და მე კიდე ვაჩუქებ სახატავებს. გუშინ ნახე რომ წინა დღის ვიდეოები გზაში გადაღებული და რაღაცები არ ამიტვირ თავს. ალბათ ისე თემებზე საუბრობდი რომ არ მივაბი სავარაუდოდ. ნახოთ ახლა მივაბავთ. მოჩამორჩები ვიდეოს და გადაიღებ, მაშინ შეიძლება ტელეფონი მათავ. არა დედი კოჩი რა დრია ტელეფონი. ყველაფერს თავის დრო აგდე. შეხო იცი რომ ყველაფერს თავის დრო აქვს. რატომ ედავები ყველაფერს ედე. ყოფა. 38 არ ვიცი როგორ გაჩვენოთ ახლა, ალბათ ვერ გამოჩნდება ეს. არის 38, ზუსტად 38 არის წინ არც უკან. მადლობა. გითხარით, საბანებს რომ არის ფარი, გახველი. საბანებს რომ არის ფარი, ხო გითხარი გახვალებს. არც ეგ არ არის გამოწვეული. წავედით, ხა მოვაწესრიგოთ მარიამი. დავასაუზოთ. ახლა ბოდიში რა ეს ისილი ვარ. 38-ის იცრე მაღლა. არ ჩავუდის მაღლა. ალბათ მეტყობა. ვინცა ჩემზე თქვას ისაო ვერ არის. უფალო ხო გესმის. აჰა პირჯვარსაც ვიცი. 10 ჩემნაირი დაგიჯდეს სახლში. 10 ხალხო. ისე რომ თქვა ჯვარი წერია, მაგრამ 10 იმსახურებთ. მეორე. ვინცა თქვას რომ ჯერა სახლი და ალაგე ქალო და მერე ყავადალი. რა ძალა გადგიათ. დალი ეტყავა, გაიზმონეთ, გაიბრაჭეთ, გაიარეთ, გამოიარეთ. სად გარბის ეგ ჭურჭელი რომელმა ქვაბმა აიდგა ფეხი გაფიცებთ მამიდაშვილეს და გაიქცა უბანში. ერთი ქვაბი მანახეთ, 2 არ მინდა. აჰა, ლაკიც გადავზრა. შილაკრი უნდა გავიკეთო, მაგრამ ჯერა ვერ ვიპოვე ვერავინ. ბაი.